მოგესალმებით, ვინც გვიყურებს და გვისმენს, შტაბი გიომელაძე, ლუკა წულაძე. დღეს ვისაუბრებთ დიდ შეკრებებზე, მანიფესტაციებზე, მიტინგებზე და ასე შემდეგ. ზოგადად ამ აქტს რა მნიშვნელობა აქვს, ამ ერთიანობას და აი ამის დაფიქსირებას, რომ ყველა ერთად მივდივართ და რაღაც ერთ სივრცეში ვიკრიბებით და რაღაცებს, ასე ვთქვათ, უზიარებთ ერთმანეთს, თუ მოთხოვნებს ვაყენებთ, თუ უბრალოდ ვტკევართ, თუ რაღაც სხვადასხვა ასე ვთქვათ, შინაარსი შეიძლება გქონდეს ამ ყველაფერს და საერთოდ რატო არის ეს მოგონილი? რატო აქვს მნიშვნელობა და რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს? აი ამას მინდა რომ რაღაცნაირად ამაზე ვისაუბრო და თან ეს თემა ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ სულ მალე რაღაცა დიდი შეკრება არის 20 ოქტომბერს არჩევნების წინ და აი რაღაცა სერიოზული ჩემი აზრით მნიშვნელობა აქვს აი შეკრებაზე ჩვენი როგორც რიცხოვნობის დაფიქსირებას, ასევე ჩვენი განწყობის და კიდევ სხვადასხვა რაღაცეების დაფიქსირებას რა არჩევნების წინ. გიო, მოგესალმები დიდ შეკრებებზე. კი, რა სალამი, რა მივესალმებით ჩვენ. დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს? მივესალმებით ჩვენს მსმენელს კიდე ერთხელ და შევახსენოთ, რომ დაალაიქონ, გამოიწერონ გვერდი, აი subscribe, სადაც აწერია, იქ დააჭირეთ. და მე რაღაცა მომეწონა ესე თქვა, რომ უფრო მეტი ხალისით გავაკეთებთ ამ ამბავს. თქვა მე მართლა მემატება ხოლმე ხალისი, როცა უყურებ როგორ იზრდება ჩვენი გამომწერების რიცხვი. ეხლა რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, ხო? რა ვიცი, მე ხშირად გამიგია, რომ აი რაღაცა უნდა შევიკრიბოთ, არის კიდევ დარჩენილი ეს ხალხი, რომელიც ამ კითხვას სვამს და მე მგონი უბრალოდ ამ კითხვას შეიძლება უპასუხოთ რაღაცნაირად გავიაზროთ დიდი შეკრებების, მასიური შეკრებების მნიშვნელობა, ადგილი, როლი, ხო? რა ვიცი, ისტორიული მართლა მე მგონი უპრეცედენტო შეკრების მომსწრეები გავხდით ყველანი. არა, რაღაც რამდენიმე თვის წინ რა. ეს იყო ჩემთვის რა ვიცი, ეს იყო ფანტასტიკური შეგრძნება, როცა ხედავდი ეს ათასობით ადამიანი როგორ მოდიოდა და ავსებდა ქუჩებს. როგორ იკავებდა ქალაქს რა, ეს ფიზიკურად ამის ყურება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მგონი და პირველი ალბათ ეს არის, რომ ფიზიკურად უნდა აღიქვამდე ძალას, აი, როდესაც არ გაქვს შეგნება მართველს, როდესაც ამ რაღაცა დიდ კედლებს მიღმა ხარ გამომწყდეული, შენი თავი შენ თვითონ გამოკეტე, იქ რაღაცა გალიაში კომფორტი მოიწყვე და გგონია, რომ აი არაფერი მეტი, ესე იგი, დედამიწაზე არ არსებობს, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად დაინახო, აღიქვას ამ ტიპმა, რომ სხვანაირადაც არის რა რაღაცეები რა, იმიტომ რომ ნათქვამი არ ესმის ტიპს რა. და უცბად ხედავს, რომ ათასობით ადამიანი მოდის და აი ამ თავის ძალას და ეს ენერგიას დამუხტს ქმნის, რა ვიცი, ჩემში მაგალითად ძალიან დიდი აი ძალის შეგრძნება მიჩნდება მაშინვე და მუხტის შეგრძნება. და მე მგონი ეგ ის შეგრძნებაა, რომლიცაც უნდა შეეშინდეს ცუდ ტიპს. უნდა მიხვდეს, რომ ოჰო, ეს რაღაცა, ესე იგი მოწინააღმდეგე სერიოზული უცბად გახდა რა. ანუ თუ მანამდე 5 ადამიანს ელაპარაკებოდა 10-ს, რომელიც აი პატარ-პატარა პროტესტს გამოხატავდნენ, ხო? და ეუბნებიან, რომ ცუდ რამეს აკეთებ, გაჩერდი. ეხლა უცბად ხედავს, რომ აი ათასობით და მე მგონი თავარი ერთი ეს არის რა, რომ აი აჩვენებ სიმრავლეს, რომელსაც ის თვალს არიდებს მანამდე და არ იმჩნევს. კი ბატონო. აი ხა ჩემთვის ესეთი რავი არაძალადო ან კამპანია რო გავყოთ ორ ნაწილად ზოგადად აი წინააღმდეგობა ხო? აი ძალიან უხეშად რო გავყოთ რა, ჩემთვის ყოველთვის იყო რაღაცა ორი ეტაპი, აი ეს უხეშად გაყოფილის დროს რა, ძალის დაგროვება ის და ძალის დემონსტრირების რა. ძალიან მოწინააღმდეგისთვის ძალის დემონსტრირება არის მნიშვნელოვანი. ძალაში არ გულისხმობ ძალადობას, ანუ ძალაში გულისხმობ არაძალადობაში, რო ძალა არის იმის დემონსტრირებას რა. ერთმანეთისთვისაც აქვს ამას მნიშვნელობა. ანუ
რაღაცნაირ საზოგადოებაში კი არა, დროში ვცხოვრობთ, ეხლა რაღაცა ვირტუალურ და TikTok-ის დროში ვცხოვრობთ რა და აი შენ სწორად თქვი რა, აი ფიზიკურად ამის შეგრძნებას აქვს მნიშვნელობა და ერთიანობის დროს ბევრი ადამიანის ერთ ადგილზე ყოფნის დროს ერთი აზრი ცოტა ისეთ ნათქვამია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ აზრზე ყოფნის დროს რაღაც აი ამ ერთიანობის დროს ამ ენერგიის გაცვლის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ბრძოლაში შესვლის წინ აი ეს მორალური ხარის ამაღლება თითოეული მონაწილე რა და ამასთან ერთად მერყევების დარწმუნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. არიან ადამიანები, ვისაც გამარჯვების არ ჯერა, ან არიან ადამიანები, ვისაც უბრალოდ არ ჯერა, რომ რაღაცის გაკეთებას აზრი აქვს რა. აი რა შენ რო არ გახვიდე არჩევნებზე რა თავისით ვერ მოხდება, ან შენ რო არ თქვა თავის. ან უკვე მომხდარ ამბავზე ყოველთვის აქვს ხოლმე ეგ არგუმენტი, რომ ეგ ეხლა ალბათ უკვე დადგმული იყო, გათამაშებული იყო, რაღაც მოლაპარაკებული იყო, აბა ესე მარტივად როგორ მოხდებოდა, ხო? ამასთან ერთად მოკავშირეებისთვისაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. მოკავშირეებს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, დავარწმუნოთ, დავუფიქსიროთ, რომ აი ჩვენი განწყობა და ესე ვართ, შვიდობიანები ვართ, ბევრნი ვართ და ნუ აი ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენი არჩევანის წინ ამის დემონსტრირებას ვახდენთ. და მე თუ რაღაც მოხდა, ანუ ამ დიდ შეკრებას მოყვა არჩევნებზე, манипуляციები, გაყალბებები და ასე შემდეგ. ეს ჩვენი დიდი შეკრება და ბევრი ადამიანის ერთად ყოფნა კიდევ ერთი არგუმენტი იქნება იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე რა. აი ჩემთვის ეს არის. ხო, მე კიდე ერთ მნიშვნელოვან ამბავს ხედავ აქ, ეს არის ჩვენ ერთი ვიდეო გვაქვს შიშზე, ხო? აი ჩვენს მენელს შეუულია მე გადავიდეს და შიშზეც ნახოს. შიშის დამარცხებაში გვეხმარება, როდესაც ვხედავთ, რომ ბევრნი ვართ, როცა ვხედავთ, თუ მარტოები არა ვართ. აი დააკვირდი მთელი საინფორმაციო კამპანიები არსებობს, რომ შეგვაშინოს. მთელი დეზინფორმაციის 1000 ინსტრუმენტი გამოიყენება, ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ და აი რაღაც ეს რუსული ოპერაცია დოპელგანგერი იყო, მაგალითად, ეხლაც მიდის ეს რაღაცა ტროლების ფაბრიკები, ეს ყველაფერი ერთად სინქრონიზებულად მუშაობენ, რომ ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანს გონება მოუწამლონ. TikTok-ით, Facebook-ით, რაღაცეებით, ხო, ისეთი რაღაცა კადრი აჩვენონ, ისე რომ დაზაფრონ, გააჩერონ და ანუ ეხლა ეს გროვდება წვეთ-წვეთად რა, ყოველდღე ჩართავ რაღაცას დაგანახებს, ყოველდღე ჩართავ რაღაცას შენთვის გიგზავნის შეტყობინებას, ამის შესაძლებლობას თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა რა და აი ამ პირობებში უცბად შენ გადიხარ ამ შენი ბურუსიდან, აი ამ შექმნილი დაკვამლიანებული ოთახიდან, რომელშიც იხრჩობი უკვე ამ რაღაც დეზინფორმაციებით არის სავსე. თავიდან ვერ შეამჩნიე, მე ბოლმა მოიმატა, მე საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ ხედავ და ეხლა გაქვს შანსი ან გაიგუდო და დამთავრდე იმ ოთახში და ვერასდროს ვეღარ გამოხვიდე. ან გააღო კარი, გახვიდე და რეალობა შეცვალო და ახალი რეალობა აღიქვა რა და აი ეს დიდი შეკრება ჩემთვის ეგ არის. ეს არის ახალი სივრცე რა, ეს არის გაღება და ამ გაბუღული დეზინფორმაციით გაბუღული ოთახიდან გამოსვლა. როდესაც ხედავ რომ სხვა რაღაცა არსებობს სინამდვილეში, რა სინამდვილეში იქ რო გეუბნებიან, რაღაც რო აკეთებენ ხოლმე, დრონებს რო უშვებენ კოსმოსში და მე რო აფიქსირებენ ხოლმე რაოდენობებს და ან პირიქით თავის იმაზე, როცა ბევრი უნდათ გამოაჩინონ დრონებს რო დაბლა დაწევენ და აი კამერის ეფექტებით გეთამაშებიან რა. აქ ახლა შენი თვალებით იწყებ აღქმას და მე მგონი ესეც მნიშვნელოვანია. შიშის გადალახვა ერთ-ერთი წინაპირობაა წარმატებული სამოქალაქო კამპანიის და დიდი შეკრებები შიშის გადალახვის შესაძლებლობას გვაძლევს. ეხლა გახსოვს ბიჭი როაც რა ვახტანგ გორგასალს ხელში საქართველოს დროშა რო დააჭერინა. კი. მე მგონი საბჭოთა კავშირის იდეოლოგები მაგრაინანებდნენ, რომ ეგ ძეგლი მანდ დადგეს. არის თავიდან რა მიზანს ემსახურებოდნენ და თავისთვის რა ჩანაფიქრი ჰქონდათ ეროვნულ
იდენტობას ქმნიდნენ თუ რაღაცა მორიგი მითის შექმნა უნდათ, რომლითაც რაღაც ისტორიაზე მსჯელობას თქვათ გაამრუდებდნენ, ეგ ცალკე ამბავია, იქით იყოს, მაგრამ როგორც კი ვახტანგ გორგასალმა ხელში საქართველოს დროშა დაიჭირა და ანუ ეგრევე გამიჩნდა განცდა, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარი ეგრე ვერ ჩაიბარებს უბრალოდ, ეს ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს და ძალიან ბევრთან. და შენ მართალი თქვი რა, რომ აი რაოდენობით შენ აჩვენებ, რომ მე ძალიან ბევრი ვარ, მე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, მაგრამ შვიდობიანი ვარ, აი ხო ხედავ, არ მინდა რა რამე რომ დაგიშაო. მე მინდა გაჩვენო, თუ შენ კიდევ არ ხარ დარწმუნებული, რომ ბევრი გეწინააღმდეგება, მე მინდა გაჩვენო, რომ ბევრი გეწინააღმდეგება. და აი ამ დემონსტრირებას აკეთებ რა, შენ პირველი რა თქმა უნდა ერთი ფუნქციაა რა ეს დემონსტრაცია რაოდენობის, ესე იგი ამ წინააღმდეგობის ფრონტის და მეორე შიშის გადალახვა ეხა რაზეც ვფიქრობ. თუმცა დარწმუნებული ვარ კიდე შეგვიძლია ბევრი რამე გავიხსენოთ რა, ეხა და წარმოვიდგინოთ. აი მაგალითად ეხა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეტყობინება, როგორც განსაკუთრებით აი ახალ შექმნილი სახელმწიფოებისთვის, როგორც არჩევანის დემონსტრირებაც. იმიტომ რომ ჩვენ ხო სისტემები არ აგვაქვს, ინსტიტუტები არ აგვაქვს, ხო? და ახლა ცოტას უწერთ მაგალითად, აი რამდენი განათლებული ადამიანია საქართველოში და საქართველოს შესახებ დაწერილ ტექსტებს რო კითხულობ 15-20 გვარი ტრიალებს. ინგლისურ ენაზე ვამბობ რა. 15-20 გვარი ტრიალებს. ეს რას ნიშნავს, რომ ეს 15-20 გვარი ელაპარაკება დანარჩენ მსოფლიოს. თორე საქართველოში ჩვენ რას ვლაპარაკობთ? იმას ვინ იგებს ჩვენს გარდა. ჩვენ ხო ესეთი უცნაური ენა გვაქვს, რომელიც მარტო ჩვენ გვესმის. ამაზეც უნდა დავფიქრდეთ რა. ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. ეს ტიპები ვის რას ეუბნებიან, ჩვენ კიდე კარგად არ ვიცით. შეიძლება თავის რეალობას თხზავენ რაღაცეებს, ხო? დაძროებიან ვიღაცეები სადღაც ოთახებში ცდილობენ რაღაც თავის სცენარები გააძვრინონ, ესე იგი საქართველოს მიმართ რაღაც დამოკიდებულებების შექმნა. ესეც ხო ხდება. ვიღაცები ამაში ფულს იღებენ, ხო? და უცბად აი წარმოიდგინე ყველას შეუძვნეს სადღაც ოთახებში, კაბინეტებში და დაარწმუნეს, რომ ივანიშვილი იმარჯვებს, კაცო, იქ არაფერი წინააღმდეგობა არ არსებობს, ეგ ტყუილია და ტიპი რთავს ამ ბრიუსელის ოთახში რაღაცა თბილისს და ხედავს, რომ რაღაცა 300,000 ადამიანია გამოსული და ამას მიუტრიალდება, შეძბაო სიცხე ხო არ აქვს, აბა ეს რა არის, რასაც უყურებ. ეს ესე იგი ჩვენი კომუნიკაციის ფორმაც არის მსოფლიოსთან. იმიტომ რომ აქვე შეგახსენებ რამდენიმე უცხოურ ენოვანმა გამოცემამ ჩვენი მაისის, აპრილის შეკრებები ყველაზე პიკში როცა იყო რა. ეხა საპროტესტო. მან დაწერა, რომ 50,000 იყო გამოსულიო. ანუ ვიღაცამ იმუშავა, რომ საერთაშორისო მედიაში 50,000 გასულიყო. ეს ვირეშმაკები არსებობენ რა, ეს ჯუჯებს ვეძახი რა. და გნომიკა ტიპები, ესე რომ დარბია, სულ რაღაცას ჩალიჩობენ, სადღაც ჩუმად რაღაცას შეცვლიან. ამ ტიპების ლუსტრაცია პრობლემა არ არის. თუ არ გვეზარება, შეგვიძლია მაგათ სახელები ამოვყაროთ და თქვათ, რომ ვინ მიაწოდა ამას ეს რიცხვი. ეხლა მაგალითად CNN-ს ჩვეულებრივად მიწერდა და დაელაპარაკები იქ, რომ ვინ იყო შენი საკონტაქტო, ვინ მოგცა ეს რიცხვი, ხო? იმიტომ რომ მე მაგალითად Facebook-ზე რამდენიმე ადგილზე შემხვედრია ეს დებატები, რომ აუ ეხლა 60-ია, არა 40-ია ნახე, ამით თვლი ნახე, ეხლა ის თვლის რატო მოდის ეს თვლა? იმიტომ რომ ერთია თვალით რო უყურებ, მეორეა ისტორიაში რა ფიქსირდება. ანუ ჩვენი ისტორიული, ფანტასტიკური ყველაზე დიდი შეკრება, ანუ მართლა რაც კი თვითმხილველებს უნახავთ რა. ამათმა დაამცირეს, რაოდენობა დააკლეს, რომ ისტორიაში გრანდიოზულობის განცდა წაეშალათ რა, მაგრამ ნუ ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ამაზე დავწეროთ და ისტორიისთვის ეს ამბავი დავდოთ, იმიტომ რომ დღეს კარგად არ ვაქცევთ ყურადღებას, ისტორიასაც მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ამ ისტორიას ვქმნით მოქმედებით და ეს უნდა ჩავწეროთ კიდეც ახლა, რომ მომავალმა თაობამაც იკითხოს და საქართველოს ვინც თვალყურს ადევნებს, მასაც კონდეს ობიექტურ ინფორმაციასთან შეხება. კი, მართალი ხარ.
ზოგადად ამ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენ გვიპირისპირდება და ვისაც უპირისპირდებით, აი გამრუდება, რაც თქვი, რეალობის გამრუდება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც კომუნიკაციაში რა. აი გასლაითინგს რო ახსენებდით, ეგ იგივეა რა. ეგ არის თითოეულ ჩვენგანს, როცა დაიმარტოხელებენ, როცა ჩვენ ჩაკეტილები ვართ ჩვენთვის და ჩვენთვის ვიღებთ ინფორმაციას. არა მარტო მოვლენებზე კონკრეტულზე, ზოგადად სამყაროს შესახებ დამოკიდებულება შეიძლება შეგიცვალონ რა. ანუ ამას ახერხებენ რაღაც ტექნიკებით, ასე ვთქვათ რა. და გაუფასურებაც არის აი ამ ტექნიკების ნაწილი. გაუფასურება მაგალითად აქციის მნიშვნელობის, დიდი შეკრების მნიშვნელობის გაუფასურება, გაუფასურება რიცხოვნობის. აი როგორი გაუფასურება, იცი რომ აი ხო შეიკრიბეთ და მე რაქენით რა, ანუ იყვირეთ ჯოს იძახით და მე დაიშალეთ, ო მალადეთ. ანუ აი ამ დონის გაუფასურება რა. მაგრამ ამას რაღაც ეტაპზე ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ანუ უნდა მივიდეთ ერთმანეთი ნახოთ, ხო, ვიღაც ადგილგზელო სიტყვის და ვიღაცა რაღაც ისეთ შემოგთავაზებს, ისეთ სიტყვას, რომელიც ჩვენს ნაწილს მოეწონება და მეორე ნაწილს ის ადგილგზელო მოეწონება. არ ვიცი ხა, აი ამაში უკვე აი ამ დაგეგმვაში და სცენაზე რა ხდება, ამაში არ შევდივარ რა. მე სხვანაირად დავგეგმავდი, სხვები სხვანაირად გეგმავენ, ხა ეგ ორგანიზატორების ამბავია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ერთად ვართ და ბევრნი ვართ და რავი, გამარჯვებაში ვარწმუნებთ ერთმანეთს. არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თუ ჩვენ გამარჯვებაში ვარწმუნებთ ერთმანეთს, მოწინააღმდეგეს დამარცხებაში ვარწმუნებთ. ანუ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეშინია და აი ეს რიცხვების დაკლებაც და გაუფასურებაც მარტო ჩვენსკენ ხო არ არის მომართული, ანუ მიმართული არის ასევე თავისი მხარდამჭერებისკენ რა. იმიტომ რომ იცის რომ მათი მხარდამჭერების მორალური, ასე ვთქვათ, აი ეს აღმაფრენა არც თუ ისე მაღალი არის. ანუ ჯოს ვერ ყვირიან გემრიელად, თავს ვერ უკრავენ, ბატონ ბიზნესს გაუმარჯოს, ამას ვერ ამბობენ. ანუ ხო, ჩაწერილი რაღაცეები უწევთ, ჩაწერილი ტაშები და როცა უარს ამბობენ ამ ჩაწერილ ტაშზე, ტაში აღარ არის. ან ისეთია რა, 50 ჩინოვნიკი რო ყვირს, აი ეგეთი ტაში აქვს რა. ზოგადად ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებას უყვარს თავის დაგეგმილ ნაბიჯებით სიარული. აი ერთ რაღაც ტენდენციას დავაკვირდი. აი რაღაცა გეგმა აქვს და ამ გეგმას მიყვება. შეიძლება კონდეს 5-სვლიანი გეგმა, 10-სვლიანის და 20-სვლიანის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი ამ გეგმას მიყვება და ამ გეგმის ასე ვთქვათ ნაბიჯების გადადგმა რო დაიწყო, სიტყვაზე ვამბობ 2 წლის წინ, დღემდე აგრძელებს და გვერდით რაღაცეები როცა იცვლება და ახალი ესენი მოცემულობები იქმნება, ამაზე გადაწყობას ვეღარ ახერხებს. აი ამ ტენდენციას დავაკვირდი კონკრეტულად აი ქართული ოცნების კომუნიკაციაში და მოქმედებებში რა. ნახე და რეალობა განსხვავდება და ესენი კიდევ იმ ნაბიჯს მიყვებიან და კომუნიკაციას და მესიჯების თითქოს აი თავიდან რომ მესიჯები მოიგონეს, მოიფიქრეს, ხო და ჩამოწერეს და დაურიგეს თავისიერებს, კიდევ იგივეს აგრძელებენ. ანუ რეალურად თვითონ არიან აცდენილები. ანუ საკუთარ თავს უკეთებენ ამ შემთხვევაში გასლაითინგს და ჩვენ ეხა რეალობას არ მოვშორდეთ, შევიკრიბოთ, ერთად ვიყოთ და ერთმანეთსაც დაუმტკიცოთ, რომ ხო, მე რო აქ ვარ, შენც აქ ხარ და ჩვენ ერთნაირად გვჯერა და გვწამს. და ერთნაირად, ასე ვთქვათ, ერთნაირად მართლები ვართ რა, არ გავგიჟებულ ვართ. ანუ აი ამას ვასწორებთ ერთმანეთთან. ხო, ევროპა გვინდა და ამისკენ მივდივართ. მალე არჩევნებია და დავამარცხებთ მოწინააღმდეგეს. კი, დიდი შეკრებები. ხო, არა, დიდი შეკრებები მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ დიდი შეკრებებისგან რაღაცა ესეთი მოლოდინი, რომ იცი, აი ეხლა უნდა რაღაცა მოხდეს და დამთავრდა რა. ეგ არასწორია. ანუ დიდი შეკრებები იმისთვის არ არის აუცილებლად, რომ იქ რაღაცა გადაიჭრას მომენტი დაფინიშდეს, ხო, რაღაცა. არ არის ეგ აუცილებელი ნაწილი დიდი შეკრების რა. პირიქით, შეიძლება შენ საერთოდ პროცესი დაიწყო დიდი შეკრებით. არა დააფინიშო, არამედ დაიწყო. შუაში აღნიშნო რაღაც გამარჯვება, ანუ მოკლევადიან მიზნებს მიუძღვნა დიდი შეკრება. ეგეც შეიძლება რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ანუ ორგანიზატორის კომუნიკაცია საზოგადოებასთან. და აქ ყოველთვის შევჩეხილ ორ ტიპის
ორგანიზატორს რა. ერთი ეს არის დემოკრატიული ტიპი, რომელიც საზოგადოებას უხსნის რა არის, როგორ არის და რატომ არის და მეორე არის უფრო ცოტა ვირეშმაკა ტიპი რა, რომელიც ბოლომდე არაფერს არ ლაპარაკობს და აი რაღაცა რა ვიცი თითქოს მოლოდინებით უფრო манипуლირებს. და იცი რა არის ორივეს შედეგი მე თვალით მინახავს. ერთია რომ ვიღაცას აგინებენ, რომ რა პონჩი მოგვატყო, შეიძლება პირდაპირ არც მოატყვა, მაგრამ მოლოდინების შექმნა არასწორი. ეგეც манипуляცია არის ხო? ანუ ხო, 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 ხო. და ხო. ხო, მაგრამ მეორე არის ხო და მეორე ტიპია, რომელზეც შეიძლება რა არის, იცი, შეიძლება ბევრი არ მივიდეს, იცი, იმიტომ რომ თქვა, სულ აი კონკრეტულ მაგიდიაში არ გეთახმები, მაგრამ ვინც მივა, ის მივა და აი ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას, როგორც იყო შეთანხმება და წავა რა, ანუ ზოგჯერ მართალი გითხრა, მგონი ეს ცდუნება აიყოლიებს ხოლმე ორგანიზატორულ ჯგუფებს და ცდილობენ რომ მოდი რა რაღაცა ისეთი არაორაზროვანი რაღაცები გავაკეთოთ, ორაზროვანი რაღაცები გავაკეთოთ და რაოდენობა იქნებ გავზარდოთ. აი გაზაფხულმა აჩვენა რომ როცა ნაღდი მიზანი გაქვს, როცა მართლა იბრძვი კონკრეტული ამბისთვის, როდესაც ფორმა იდეისთვის მიცემული გაქვს, შინაარსი გასაგებია, არანაირი манипуლირება არაფერსი არ გჭირდება რა. საქართველოს საზოგადოება საკუთარ ინტერესს ყოველთვის იცავდა, იცავს და დაიცავს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ხნის ისტორიის გაგრძელება ამ ფორმით. ვსწავლობთ ამ ფორმას 99 წლიდან შეიძლება თქვა, რომ ცოტა წინიდან კიდე 78 წლიდან, რა ვიცი, ჩვენ ვსწავლობთ შეკრებებს, როგორც ჩვენი ცივილიზაციის, კულტურული იდენტობის, პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბებას, აი ამასთან ვაკავშირებთ რა, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოში რაიმე გრანდიოზული პროცესი დიდი შეკრების გარეშე. ვერ წარმომიდგენია, არ არსებობს, ვერ იქნება რა, იმიტომ რომ ამას ვერ დაბადებს ერთ ოთახში დიდ გრანდიოზულ პროცესს რაღაცა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება ბუნებით. ჩვენ ერთმანეთში სულ ლაპარაკობთ, ჩვენ ერთმანეთს სულ რაღაცაზე პასუხს ვთხოვთ, ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება ვართ. ის რომ ვიღაცა გაგიჩერდა და პასუხს არ გთხოვს, არ ნიშნავს, რომ არ ფიქრობს, რომ პასუხი მოგთხოვოს. უბრალოდ იმ მომენტში შეიძლება გადაწყვიტა, რომ აი, ახლა, რავი, არ ღირს, ახლა ხვალ ვიზამ. იმიტომ ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება ვართ რა და ჩვენ ესე ამ პროცესებს ერთად ვაკეთებთ, ანუ დიდ ცვლილებებს ერთად ვაკეთებთ და ჩვენთვის კიდე ეს დიდი შეკრებები, აი ეს ეროვნული იდენტობის ნაწილიც არის, მე მგონი, იცი? რაღაცა აი თანამედროვე პოლიტიკური პროექტის ნაწილიც არის. ო, და კარგია. რავი, მე მომწონს, ანუ თან ეგეთ მომენტებში, როცა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რა. ზოგადად, აი ხა ორგანიზატორებზე ამბობდი და აი მინდა არა ჩემს თვალთა ხელშუა, ანუ მე თვითონ რო დავიწყე, აი იმის მერე ასე ვთქვათ, საზოგადოება ძალიან გაიზარდა და გამოცდილება შეიძინა აი კუჩის პროტესტი რა ზოგადად და აი პატარა манипуляციებს ხვდება და საკმაოდ მტკივნეულადაც აღიქვავს ხოლმე რა თუ არის ასეთი манипуляციები რა და კიდევ ერთი ტიპის ორგანიზატორებს ეხდა მეთქვა ეს რავი შემიმჩნევია ხოლმე რა როცა მაგალითად არ ელოდებიან ამდენ ადამიანს და უცბად მოვიდა და ვაიმე რა გავაკეთოთ ანუ აი ეს ბევრჯერ მინახავს რა ვაიმე ეხლა რა უყოთ ანუ მოდი გავისეირნოთ მაშინ სადღაც მივიდეთ ანუ რაღაც უნდა გავაკეთოთ აბა რა უყოთ ამ ხო, ანუ ეგეთ გასაგები პროცესია რა. ანუ ყოველთვის ვერ იქნება, რომ აი 300,000 ადამიანი შევიკრიბებ და ეხლა მტერს დავეტაკეთ რა. ანუ ეგრე არ ხდება. თუმცა არის ხოლმე გადამწყვეტი მომენტები და ეგეც დემოკრატიული პროცესია თუ გადაწყვიტე რომ აი ეს რაღაცა კანონი არ უნდა მიაღებინო და ნუ ეგ თუ გადაწყვიტე, მაშინ რაღაცას მოქმედებ, მაგრამ აი იყო ესეთი შემთხვევა, როცა ღამე არ გავათენე
საკმარისი რაოდენობის ადამიანმა რა, აი იყო რა, ღამე უნდა გაგვეთერებინა პარლამენტთან, რომ დილით აი პარლამენტის ხდომა იყო. და აი ეგრე მოხდა. ანუ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ისე იგი არ იყო ეს საჭირო, დემოკრატია ეგ, ხო? და არ იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და ვთქვათ მიიღეს ის კანონი. ნუ, რა ვქნათ, ესე მოხდა. მაგრამ ნუ ჩვენც ვიზრდებით, კიდევ ვიზრდებით და პროცესი ვითარდება. მე მგონი ხა შენ სწორი რა უნდა მოხდეს? ხო, შენ ხა ძალიან სწორი კუთხე შემოიტანე, რომ აი ეს წინააღმდეგობა ორგანიზატორის მოლოდინები და მონაწილეები რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს იერარქიასავით წარმოვიდგენთ ხოლმე, რომ აი ორგანიზატორები უფრო მაღლა ტრიბუნებზე უნდა იდგნენ რაღაც იზოლირებულ სივრცეებში და მე აქით ვიღაც ჩვეულებრივი მონაწილეები არიან და ცოტა მე მგონია რომ ეს რაღაცა ეს ფეოდალური აზროვნების რაღაცა ნაწილიც არის რა, რომელიც ნუ კულტურებში გადმოდის, რომ აი ვიღაც უნდა ავიდეს მაღლა. მარტო პრაქტიკული მიზნებით კი არ არის ეს განპირობებული, რომ შორიდან დამინახონ, მეტი ვილაპარაკო, ან რაღაცა გაიგონონ, არა, რაღაცა არის ამაში სიმბოლურიც რა, როგორც აი პრეზიდენტებს რაღაც ხალიჩებს უფერენ რა, ისე ვერ გაიგრის ხალიჩა რო არ დაუფირო და ხუთი ის რო არის როლო კიდე რა ქვია, თოფი თვითმფრინავიდან ჩამოსვლის დროს, მაგრამ არის ეს ცერემონიულობის ამბებიც რა, ამ ყველაფერში ხო, თავისი ტრადიციული მოყვება ეს დრამატურგია რა, მაგრამ ამის მიღმაც ესე იგი უნდა გავიხედოთ და მე მგონი უკვე დროა ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველაფერი დიდი პატარებისგან შედგება. და ჩვენ ვაკვირდებით ამ პატარა დინებებს რა. აი, ნახე ხუთნი მოდიან სამეგობრო, სამნი მოდიან მიტინგზე, ორნი თუ 10-ნი, თუ 100-ნი, თუ მთელი სამსახური მოდა, დინებებით იქნება, ხო, ზღვა ადამიანების. ეს დინებებია დემოკრატიული ერთობები რა, მაგრამ როგორც კი ვერთიანდებით, ეხა იმ მომენტში ეს დემოკრატიული პროცესი უკვე ქრება, ანუ იქ უკვე იწყება თქვათ რაღაცა ახალი ეტაპი, სადაც შენ მზად ხარ რომ რაღაცას მოусმინო და რაღაცას მიყვე. და აი აქ შემოდის უკვე დიდი პასუხისგებლობა ორგანიზატორის. იმიტომ რომ შენ როგორც ორგანიზატორი მზად ხარ ამ ადამიანებს, ვინც მოვიდნენ დემოკრატიულად და თქვენს რომ იცი რა, მე ახლა მზად ვარ რომ ჩემი ხმა ამ პროცესში შემოვიტანო. და მოვისმინო. შენ მზად ხარ რომ შესთავაზო რაღაცა და აი აქ გასააზრებელია ყველას, ვინც კი ორგანიზებას იღებს თავის თავზე ამ ხელ ამბების, რომ მზად იყოს ამისთვის, ამ ორგანიზებისთვის იყოს, ამ შეკრებისთვის იყოს მზად და ეხლა უამრავი ადამიანი გვინახავს, ხო, ვისაც რაღაცები დაუორგანიზებია, თავის თავზე აუღია, ზოგს გამოსვლია, ზოგს არ გამოსვლია და მე ერთი დასკვნა გამომიტანია რა, რომ მე მგონი ყველას კარგად ესმის ყველაფერი, ვისაც გამოსდის და ვისაც არ გამოსდის. და როცა გესმის რომ არ გამოგდის, შეეშვი და იმას გადაულოცე, ვისაც გამოსდის რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზანი და შედეგი და არა მხოლოდ ფორმა. ანუ აი შეკრება ხშირად ხალხს ესმის როგორც ფორმა. არ არის მარტო ფორმა. რაღაცის ემსახურება და ამაზე ცოტა მეც უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ პატივი უცეთ ჩვენს დროს, ჩვენს ენერგიას, აი ამ სიმრავლეს, როდესაც ვქმნით და გქონდეს ძალიან კონკრეტული წარმოდგენები თუ რას ვაკეთებთ, რას ვახცევთ. თუ ბევრი არაფერი მიზანი არ აქვს, პირდაპირ უთხრათ შეკრებილ ადამიანებს, რომ ხალხო, ჩვენ მარტო იმიტომ უნდა შევიკრიბოთ, რომ ვიღაცამ ნახოს ჩვენი სიმრავლე. დამთავრდა, მე დავიშალოთ და არ გაგვითხდეს, იმიტომ რომ მეტი ბევრი მიზნის მიღწევა, ესე არ გვინდა რაღაცა. იმ დღეს, იმ საათს, იმ წუთს. ანუ ჩვენ გზაზე ვდგავართ და ამ გზაზე ახლა მოდი ვაჩვენოთ სიმრავლე. იმიტომ რომ ეს გადამეტებული იმედის მიცემა ზოგადად, ეხა არ ვლაპარაკობ 20-ის შეკრებაზე რა, მაგრამ აი ზოგადად ვამბობ მიტინგებზე რა. გადამეტებულად დაიმედიანება ადამიანების, ხო? იმის გარდა რომ ცოტა манипуляციის რაღაცა ნიშნებს ატარებს, ნუ ზოგადად დამთრგუნველად მოქმედებს მე. ანუ ცივი და ცხელი შეխატივით არის რა. ანუ თითქოს მოწინააღმდეგის კომუნიკაციას უწყობს ხელს. ანუ ხო,
იმედი გვაქვს და მე ჩაგვეფუშა იმედი. აი მოწინააღმდეგემაც მოგცა რა, თითქოს უკან დაიხია და მე დაგვარცხა რა. იმიტომ რომ აი ეს ხელდაცვი შხაპები აი ეს გვიცვალოს და ასე ვთქვათ ემოციური არასტაბილურობა გამოიწვიოს თითოეულ ჩვენში რა, რომ მე რაღაცეებში დარწმუნებული აღარ ვიყოთ. არც სიმართლეში და არც გამარჯვებაში რა, ხო? და ეგ არის ხოლმე პრობლემა. კიდე პრობლემა არის ერთი ორჯერ შევამჩნიე და რავი, ჩემთვის არის ხოლმე რაღაცნაირი ინდიკატორი. აი მაგალითად რაღაც კონკრეტული მომენტი არის, პარლამენტის ხდომა უნდა ჩაინიშნოს და ამ პარლამენტის ხდომის ჩანიშვნას უნდა დაემთხვეს აქცია. პარლამენტის ხდომა არის 11 საათზე და აქცია ინიშნება 12-ის ნახევარზე. აი ეგ ხვდები? ეგ არის აი მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ რა, იმიტომ რომ ეგ სხვა ამბავია რა. არ გადავიტანოთ, აი დიდი შეკრების თემაზე დავჭე ჩვენი დრო თან იწურება. და აქვე კიდე ერთხელ უთხრათ მსმენელსო, 20 ოქტომბრის შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა და ძალიან კარგია, რაც ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ეს არის დაფიქსირება ერთობის. ეს არის დაფიქსირება რაღაცა სიმრავლის, აი ამ არჩევნების წინ. როცა კონკრეტულად აცხადებ, კარგია. როცა კონკრეტ მოლოდინს ქმნი, კონკრეტულ შეტყობინებას გზავნი და სამოქმედო გეგმას დებ, ძალიან კარგია. მოდი 20 ოქტომბერს გახდი სიმრავლის ნაწილი, გახდი დემოკრატიული ერთობის ნაწილი, წადი 26-ში და გააკეთე მერე არჩევანი, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. ყოველთვის განამარტო ამ 26 ოქტომბერს საერთოდ ბევრი რომ მიდიოდეს და ეს შეკრება ამისთვის გაკეთდა და ჩვენს პრინციპში ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამ შეკრებებზე გველაპარაკა რა, რომ აი რაღაცნაირად გამოვეხმაურეთ ამ ინიციატივას 20 ოქტომბრის და აქვე შევახსენოთ ჩვენს მენელს დაალაიქონ, გამოიწერონ ჩვენი პოდკასტი, დაგვიტოვონ კომენტარი, თქვან ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან დიდი შეკრებების იდეას, იწონებენ, არ იწონებენ, კარგი გამოცდილება აქვთ, ცუდი, აი აქ შეგიძლიათ დაგვიკომენტაროთ და ვიმსჯელოთ ამ ამბავზე კომენტარებშიც. დრო ამოწურეთ? სულ ცოტა დაგვრჩა. ო, ნუ ამას დავამატებ, მეც რომ ეხლა არის, ანუ აი ყველა ის შეკრება იყო და მთელი ეს გზა რაც გამოვიარეთ, აი რაღაცა ფინიშისკენ მივდივართ, ეგ იქნება არჩევნები, მაგრამ არჩევნების წინ ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია რა და უნდა ვიყოთ და მეგობრებიც გავიყოთ. ო, ეგ არის. ბატონო. და იმაზე პატროს ვილაპარაკოთ. კი, იმაზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ. ის დიდი თემაა რა, ანუ რა როგორ რანაირად კონკრეტული პატარა დეტალები, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას მერე საბოლოო ჯამში და ეფექტს აძლევს საერთო თელ პროცესს რა. ანუ მან შეგიძლია სხვათა შორის საბოტაჟი მოაწყო. რაღაცა პატარა დეტალით და თლიანად ჩაშალო ყველაფერი რა. ხო. ამაზე ცალკე. კარგი, დროებით და დროებით.